როგორ აკეთებენ ამას? დავაკვირდებით, მაგალითად პირველი რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ არის ის, რომ შეეცადა რომ ეჩვენებინა თითქოს რაციონალურად არის ორგანიზებული ეს პროცესი. რა იგულისხმება ამაში, ხო? რაციონალური მიდგომა გულისხმობს იმას, რომ ჯერ უნდა დავფიქრდეთ პრობლემაზე, მერე უნდა განვიხილოთ ეს პრობლემა, რამდენად არის აქტუალური, შემდეგ უნდა განვიხილოთ ამ პრობლემის გაჩრის გზები, მერე დავიწყოთ უკვე ამ ინსტრუმენტების დანერგვა, დაკვირვება და ასე შემდეგ და ამის სიმულირებას აკეთებს ქართული ოცნება და პროპაგანდას იყენებს ამისთვის, რომ გვაჩვენოს, რომ თითქოს თავიდან კონცეფცია არსებობს, რაც უბრალოდ წინადადება იმის შესახებ რა არის პრობლემები და რა არის შესაძლო გამოსავლები. მერე ვითომ განხილვა ხდება ეს რექტორების კონფერენციაზე და ეს რექტორები თითქოს თანახმა არიან, თითქოს არავინ არ არის უკმაყოფილო. შემდეგ ხდება იმისი წარმოება, იმ სურათის წარმოება, თითქოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც არის მიღებული, არის ეფუძნება სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით შემუშავებულ კვლევაზე. არსებობს რაღაც ბაზრის კვლევა, რომელიც საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ რაღაც გაწყვეტილება მიიღოს. თუმცა თუ დავაკვირდებით, როგორ არის ორგანიზებული თვითონ ის ინსტრუმენტებიც, რომელსაც გვთავაზობს პროპაგანდა, აქაც ხედავთ, რომ არის სიყალბე, ხო? მაგალითად, გვეუბნებიან, რომ არის 7 პრობლემა და არის 7 გამოსავალი. ჯერ როგორ მივიდან იქამდე, რომ 7 პრობლემას აუცილებლად 7 გამოსავალი შველის ეს თავისთავად ძალიან გულუბრყვილო სურათია, რომ მაგალითად რა ვიცი, ფეხი და ხელი თუ მტკივა აუცილებლად რაღაცა ორი სხვა წამალი უნდა დავლიო იმისთვის, რომ არც ერთი არ მტკიოდეს. ხო, ესე არ მუშაობს გართლების სისტემაში და თან კომბინაცია უნდა არსებობდეს, ხო, გამოსავლების, რომელსაც ერთმანეთთან კავშირი აქვს, მაგრამ ვერაფერს გავს ვერ ხედავთ. მაგალითად, თუ გვეუბნებიან, რომ ბაზარსა და სამუშაო დასაქმების ბაზარსა და უნივერსიტეტებს შორის არის სუსტი კავშირი, გამოსავალი არის კავშირის გაძლიერება ბაზარსა და უნივერსიტეტებს შორის, ხო, ძალიან მარტივი ესეთი რაღაცა მესიჯებით გველაპარაკებიან და ნუ ეს კავშირი რო გაძლიერდეს, უნდა გამოიკვლიოთ რა ჭირდება ბაზარს და მერე მოვაწყოთ უნივერსიტეტი ისე როგორც ჭირდება ამ ბაზარს, მაგრამ მაგალითად ეს ბაზარი რა არის დასაქმების ბაზრად რა უნდა ჩავთვალოთ საქართველოს თუ თქვათ გლობალური ბაზარი, დასაქმების ბაზარი მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ შევისწავლოთ რა საუბრობენ დამსაქმებლები თუ გამჭრიდოთ მაგალითად რა იქნება მომავალი პროფესიები თუ სხვა, ამაზე რა თქმა უნდა პროპაგანდას დუმს. ნუ ცალკე ამბავია ის, რომ ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, ისინი რა თქმა უნდა გააშაო, ხო? მაგალითად უნდა ვთქვათ, რომ პროფესორი სინამდვილეში პროფესორი არ არის, რომელიც ამას ლაპარაკობს, ის არის ნაციონალური მოძრაობის წევრი. ხო, აი ამას ხედავთ მაგალითად, როცა ილიას უნივერსიტეტის პროფესორების სურათებს ატრიალებენ და ამბობენ, რომ აი სინამდვილეში ესენი ხო რაღაც პარტიული ხალხია და ამიტომ არ უნდა დაუჭიროთ ხარი. მერე კონსტრუირება ხდება თვითონ იმ მესიჯების შეზღუდვა ხდება, რომელსაც ავრცელებს მოწინააღმდეგე მხარე. ხო, მაგალითად ცდილობენ, რომ არ აჩვენოს საერთოდ ის რომ არსებობს პროტესტი. აი მაგალითად არც ერთხელ აქ ჩვენ უკვე რამდენი თვე რაც ვიკრიბებით, არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი. ან არ ყოფილა არც იმედის და არც პოზიტივის და არც რუსთავიორის ჟურნალისტი არც ერთხელ რომ ეკითხა, აი რას აკეთებს ეს ხალხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. სამაგიეროდ თუ მოვა აქ მიქანაძე და შეხვდება მასწავლებლებს და ეტყვის იმას, რომ სკოლაში იქნება ფორმები, ან რაღაც აგზალება მობილურები, აქ იქნება საავსე ჟურნალისტებით და ამას რაღაც გააშუქებენ როგორც უმნიშვნელოვანეს გარდამტეხ მომენტს განათლების პოლიტიკაში. ხო, ეს თვითონ კონსტრუირება მესიჯების საინტერესოდ ხდება ხოლმე სხვადასხვა დროში. ჩემი პირველი შეხება პროპაგანდასთან და ყალბ მესიჯებთან იყო, როდესაც მუშაობდი 2004 წელს დავიწყე მუშაობა განათლების სამინისტროში და სამინისტროს ერთ-ერთ პროექტში და მახსოვს როგორ გამოაგზავნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთო ყურეულ საბჭოს ხელმძღვანელმა ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტიდან როგორ გამოაგზავნა რუსთავიორის ჟურნალისტი, რომელსაც ესეთი კითხვა დამისვა, რომ აი ბატონი ვასილი ამბობს, რომ
სამინისტროში არ არის არც ერთი ადამიანი, ვისაც სკოლაში უმუშავია და თქვენ გიმუშავიათო, მე მეკითხება ჟურნალისტი და ბატონი ვასილის დავალებით უნდა შეეგროვებინა მასალა, რომელიც მე დაამტკიცებდა ამას, რომ არავის არ უმუშავია სკოლაში. მე ვპასუხე, რა თქმა უნდა, მიმუშავია, ეხლაც მუშაობ ამერიკულ აკადემიაში, აი ბოლომდე არ ვარ გადმოსული და მანამდე საჯარო სკოლაშიც მიმუშავია. ეს არის საავტორო სკოლა, რომელსაც ქვია ქართული სასწავლებელი, ნომერიც აქვს, მაგრამ ეხა ამ წელს არ მახსოვს მე. და სიუჟეტი გავიდა ესე, ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ სამინისტროში მუშაობს ხალხი, რომელსაც სკოლაში არასდროს არ უმუშავია, მე მეკითხები რა, გიმუშავია სკოლაში და მე ვპასუხობ, დიახ, მიმუშავია, მაგრამ არ მახსოვს რა ნომერია. ესე რომ ეს თქვა თავარი მოქმედი პირები პროპაგანდის გავრცელების მაშინაც და დღესაც ერთ-იგივე იყვნენ. მაშინაც ძალაუფლება ჰქონდა ვასილ მაღლაფერიძეს, დღესაც ძალაუფლება აქვს ვასილ მაღლაფერიძეს. 2004 წელსაც და 26 წელსაც ერთ-იგივე პერსონაჟები მართავენ ამ სისტემას. ხო, აი ეს სხვა შორის პროპაგანდას იყენებდნენ საკუთარი პირადი ინტერესებისთვისაც, არამხოლოდ პარტიული ინტერესებისთვის. მაგალითად მახსოვს ის, რომ სახელს არ ვიტყვი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდიუსერი პროსამთავრობო არხის, მაგალითად 2005-6 წლებში რეკავდა ხოლმე სამინისტროში და ითხოვდა იმ სკოლის გარემონტებას ან რაღაც არის დარბაზის შეკეთებას თუ ახალი ინვენტარის შესყიდვას, სადაც დედამისი მუშაობდა. საკმარისი იყო, რომ გვეთქვა, რომ ისიც რაღაცა მართლა რაციონალურად იგეგმება ეს ყველაფერი და ესე ტელეფონით ბოდიში, მაგრამ არ გამოდის, რომ აი რაღაცა დაგეგმილი რო გვაქვს, რომ მაგ სკოლის რემონტი უნდა იყოს 2 წელიწადში და სხვა სკოლა სჭირდება უფრო მეტად და ეხლა ვერ გავაკეთებ. იმავე საღამოს გადიოდა ხოლმე სიუჟეტი იმის შესახებ, რა საშინელი ხალხი მუშაობს ამ სფეროში. ხო, ეხლა ხო, ნუ სხვა ისინი იყო, ხო, რაღაც მომენტები, როდესაც ეს რაღაცები ხდებოდა, ხო? ხო და ეხანდელი პროპაგანდა ეხლა ცოტა განსხვავებულია. აი მაგალითად თვითონ რეფორმის დასაწყის თუ შევხედავთ, როგორ დაიწყო ირაკლი კობახიძემ ლაპარაკი ამ რეფორმაზე, ესეც თავისთავად პროპაგანდის ნაწილი იყო. ანუ პროპაგანდაში მონაწილეობენ არამხოლოდ მედიები, არამედ მაღალი თანამდებობის პირები, ხო? მაგალითად 2024 წლის 20 მაისს ირაკლი კობახიძემ მისცა ინტერვიუ გიორგი გვიმრაძეს, რომელიც არის ამ პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. და მაშინ ესეთი რაღაც უთხრა, რომ ჩვენ უნივერსიტეტებში ერთი მხრივ არიან პროფესორები, რომლებსაც აკლდათ კვალიფიკაცია და არიან მიკერძოებულები პოლიტიკურად, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ რეფორმა დაწყებულიყო, ეს ისეაც ცნობილია, ანუ ეს ლაპარაკობდნენ, მაგრამ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ილაპარაკა, რაც არის ყოველდღიური პროპაგანდის ნაწილი, არის ის, რომ თურმე ქართული უნივერსიტეტები ავრცელებენ ლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც გულისხმობს ორ რაღაცას და ეს გაიმეორა რამდენჯერმე იმ ინტერვიუში იმისთვის, რომ რაც შეიძლება კარგად დაგმახსოვრებოდა. ეს ლიბერალური იდეოლოგია ირაკლი კობახიძის პერსპექტივიდან ცდილობს ორ რაღაცას განათლების სისტემაში. ერთი თქვა, რომ სპეციალურად არ აძლევს განათლებას ახალგაზრდებს იმისთვის, რომ იყვნენ ადვილად მართვადები, რაც პრინციპში შეგვიძლია დავეთანხმოთ და ეთყობა ეს კარგად იცის და მეორე თურმე ამას აკეთებენ იმისთვის, რომ მერე მათ ტრადიციული ღირებულებები წაართვან. ანუ ისინი რაღაცნაირად უნდა იყვნენ უსუსურები, იმიტომ რომ არ აქვს განათლება და წართმეული აქვს ღირებულებები. ანუ არ იციან და არ შეუძლიათ არ იციან როგორ იმოქმედონ, რა ღირებულებებით იმოქმედონ და არ იციან როგორ იმოქმედონ, იმიტომ რომ ცოდნა აღარ აქვს და აი ამას თურმე წლების განმავლობაში აშენებდა წინა ხელისუფლება და ეხლა ნუ რა ვიცი, იმის გამო რომ ვერ მიხედეს 13 წელი მაგ საქმეს, ეხლა უწევთ ამის გამოსწორება. ეს არის ძირითადი აი პროპაგანდისტული ჩარჩო, რომელშიც ხორციელდება ეს რეფორმა. ყველაფერი დანარჩენი არის ხოლმე ეს რაღაცა საკმაზი, ასე ვთქვათ, იმ ტექსტების, რასაც ავრცელებენ. ეხლა რატო ლაპარაკობთ პროპაგანდაზე? პირველი, იმიტომ რომ გოტამ თქვა რომ ვილაპარაკოთ.
იმიტომ ვაპარაკობთ. იმიტომ რომ ეხლა ამ კვირაში არის კვირეული, რომელიც არის სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ორგანიზებული, რომელიც გულისხმობს სწორედ ამ პროპაგანდასთან დაპირისპირებას. და ამიტომაც ახლა გოტას მინდა ვთხოვ, რომ ცოტა მეტი თქვას იმის შესახებ, როგორ ან რას ხედავს როგორც პროპაგანდის მავნეზე გავლენას სისტემას. მადლობა, პირველ რიგში მადლობა ყველას მოსვლისთვის. დავაზუსტებ მაინც, რომ ესე იგი ეს არის საზმაოს, ეგრეთ წოდებული საზმაოს მარშის ორგანიზებული, იმიტომ რომ იქ ბევრი სხვადასხვა ჯგუფი არის და ჩვენ როგორც სოციალ-დემოკრატების მოძრაობა არის ერთ-ერთი ნაწილი. ამ მარშის პრინციპში ბევრი ადამიანი არის, ვინც ამ მარშებში მონაწილეობდა და ეს არის რაღაცა ჩვენი შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, ღონისძიება კვირეული, სადაც კიდევ ერთ ფაზას ვაჯამებთ და გარდა ამისა, გვინდა რომ წარმოვადგინოთ კვლევა, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას, პროპაგანდისტულ სარედაქციო პოლიტიკას. საკმაოდ ბევრი მიგნება არის იქ, გვექნება პანელური დისკუსიები და ასევე დასაწყისში მცირე გამოფენა, ამიტომ ყველას გეპატიჟებით 6 საათზე მუზეუმში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 6-დან დაახლოებით 8-9 საათამდე გააჩნია აუდიტორია, რამდენად აქტიური იქნება. გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში, ესე იგი, ჩვენ გვექნება ჩვენებები, როგორც ვიცით, რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ სახალხო მოამბის წარმოება და ეს არის გადაცემა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა აჩვენებდეს იდეაში და ძირითადად სოციალურ თემატიკაზე ყველა იმ საკითხზე, რაც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი და ამ კვირაში პროპაგანდის საკითხს შევეხებით. პირველი ჩვენება იქნება დღეს, ეგრეთ წოდებული პრემიერა დავარქვათ და შემდგომ უკვე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მეტროებთან ხვალ გვექნება ერთ-ერთი ჩვენება. ასევე პარასკევს იქნება აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ახალ შენობასთან, აქაც ყველას გიწევთ და გეპატიჟებთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ, ხო? იმიტომ რომ რაღაცნაირად რამდენიმე ფაზად იყო ეს პროტესტიც დაყოფილი, იყო ძალიან აქტიური ესეთი უცხოეთი ყოველდღიური მარშები, შემდგომ უფრო ეს პროპაგანდასთან ბრძოლა რაღაცა ციფრულ სივრცეში, მათ შორის აი სახალხო მოამბის მეშვეობით და ამაზეც გვექნება დღეს საუბარი. და ეხლა გვინდა რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენი თავი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვიცით, რომ პროპაგანდისტული მედიები არიან დასანქცირებულები, იმედი და პოსტივი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობაზე თინათინ ბერძენიშვილთან და ვასილ მაღლაფერიძესთან მიმართებით კონკრეტული რეზოლუციაც კი იყო მომზადებული, ხო და ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მომენტუმი ეხა არის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, ვილაპარაკოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე და ფუნქციაზე, ხო, რომელიც მხოლოდ ჩვენთან, ვთქვათ, არ არის ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხი პრობლემური, ზოგადად, ვთქვათ, აი ამ რაღაცა ციფრულ სამყაროში, სადაც დეзинფორმაციის გავრცელება ვით უფრო მარტივი არის და ონლაინ სივრცე ყოველდღიურად უფრო ძლიერი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია და კომერციალიზებული არის პრინციპში მედია, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს თავისი ტელევიზია. ამიტომ მოკლედ ეს არის რაღაცა ძირითადად კვირეულის შესახებ და შაბათს ეს შაბათის მარში, როდესაც მოვა რუსთაველზე პირველ სკოლასთან კიდევ ერთი შემაჯამებელი დისკუსია გვექნება, ხო? ეხლა ჩვენთვის პრინციპში საზოგადოებრივი მაუწყებლის პროპაგანდა რატო არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი გადასახადებიდან ფინანსდება და იდეაში ჩვენი ტელევიზია არის, ხო? ზოგადად პროპაგანდა ისეთი თემა არის, რომ გარკვეული გამოცდილება ყველას გვაქვს. ამიტომ დღეს გვინდა რომ რაღაცნაირად აქ ამ სივრცეშიც სხვებსაც მივცეთ საშუალება და თქვენც თუ შეიძლება რომ თქვენი გამოცდილება
გაგვიზიაროთ, ან თქვათ თუ ამ საკითხს იკვლევთ და ასე შემდეგ, თქვენც რომ მოგვიყვეთ მოკლედ თქვენი გამოცდილების შესახებ, უკეთესი იქნება რაღაცა ღია მიკროფონის პრინციპითაც რომ წავიდეთ. რაც შეეხება აი განათლების აი ეგრეთ წოდებულ რეფორმას და პროპაგანდას, ეხლა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვაკვირდებოდი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროპაგანდას, სიკომ რამდენჯერმე ახსენა ვასილ მაღლაფერიძე და აი ბოლოს შემხვდა ფრაგმენტი აი 42 პარალელიდან, ეს არის პოდკასტი გადაცემა, რომელიც ვასილ მაღლაფერიძეს და გიორგი გვიმრაძეს მიყავთ და იქ ერთ-ერთი ნარატივი, რაც პრინციპში რაც სამთავრობო ნარატივი არის, ეს არის რომ ქართულმა ოცნებამ პრინციპში დააიდენტიფიცირა ის პრობლემები, რაც განათლების სისტემაში არსებობს და აქეთ მხარეს არიან პროფესორები, მასწავლებლები, აკადემიის წარმომადგენლები, რომლებიც ესე იგი გულმხურვალედ იცავენ აი ამ ხარვეზიან სისტემას, ხო და ანუ პირიქით როლები ჩვენ გავცვალეთ იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო რაღაცა კრიტიკოსები, ამ შემთხვევაში ქართული ოცნება არის განათლების პოლიტიკის კრიტიკოსი და ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში დამცველები, ხო და ესეც არის ერთ-ერთი აი ხრიკი, რასაც იყენებენ, ეს არის ნახევარსიმართლეები, ხო და პრინციპში აი ამ გადაცემაში მუდმივად ამ ნახევარსიმართლეებით ლაპარაკობ და თუ მიკროფონთან მივიტან და ჩავრთავ იმ პატარა ფრაგმენტს, თუ გაიგებთ, თუ ვერ გაიგებთ, მე თვითონ ვისაუბრებ. არ გაგეძებდით და უცნაურობა მოხდა და პოლიტიკურად ახლა ბანკროტა დიდი სიბეცე მოხდა, იმიტომ რომ ისეთ შემთხვევაში ისეთი ვითარება იყო, რომ ის მაგივრად ხელისუფლება დამდგარდა დაცვაში. არის მე ის? ამ სექტორში თქვა რომ დანარჩენებს რომ შენ პასუხისმგებელი რო ხარ ეს განათლების სისტემა ვერ აკმაყოფილებს იმ დონეს, ხელისუფლება გამოვიდა რომ დაიწყო რატომ ხას არ გააკეთე და რაღაცა და დაცვაში ყოფილიყო, რომ ის ამ მიზეზით ვერ დავიწყე და აი მაპატიეთ, მაგრამ ეხლა ვიწყებ, ეხლა გამოვიდა რომ ხელისუფლება ამბობს იმას, რაც ორჯერ 4-ია. და ეს დონდებს და აქედან წერია რომ დაანებე თავი ჩვენ ვართ ძალიან კარგები და დიდი. ხო, ანუ რაც ვისაუბრე, ხო, რომ ესე იგი თვითონ ხელისუფლება ქართული ოცნება არის კრიტიკოსი ამ სისტემის და თითქოს თქვა ჩვენ ყველაფერი მოგწონს ამ სისტემაში. არა და ძალიან კარგად იცის თვითონ ვასილ მაღლაფერიძემაც მათი ტელევიზიებიდანაც არაერთხელ თქვა ჩვენ გვისაუბრია იმ უმძიმეს სიტუაციაზე, რაც განათლების სისტემაში არსებობს და სულ რამდენიმე ხნის წინ ისინი იყვნენ პირველი დამცველები, ხო, ამ სისტემის, მათ შორის განათლების მინისტრებიც თვითონ აწარმოებდნენ გადაცემებს, რომელშიც თქვა ჩვენც ვიყავით ხოლმე სტუმრები და განათლების მინისტრის პირველი დამცველები სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები იყვნენ. მაგრამ მეორე დაკვირვება, რაც აღმოვაჩინე, რომ კარგად გამოჩნდა, რომ ისინი აკვირდებიან და უსმენენ იმ სათქმელს და იმ ნარატივებს, რასაც თქვათ ჩვენ საუბრობთ ხოლმე და მე მაგალითად რამდენიმე ძალიან მეცნო. ერთ-ერთი იყო ქეთის, მაგალითად ქეთი ხშირად საუბრობს ხოლმე, რომ თქვათ ილიას უნივერსიტეტზე, ილიას უნივერსიტეტის როლზე, მეცნიერების საკითხზე და ის რომ თქვათ ჩვენ თანაბარ უფლებიანი ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის დროს და ეს როგორც ჩანს ძალიან მოხდა და რამდენჯერმე მოკლედ იმეორებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში მაშინ მეცნიერება იყო ძალიან განვითარებული და მაშინ იყო, როდესაც თქვათ ჩვენ თანასწორად ვეურთიერთობოდით დასავლეთს, ხოლო ეხლა ჩვენ ვართ პერიფერია და როგორც ცენტრი პერიფერიასთან ეს მიმართება გვაქვს და ამ ნარატივსაც ესე ხშირად იმეორებდნენ ამ გადაცემაში. მეორე საკითხი, ესე იგი, აი კიდევ ერთი ამბავი, რაზეც თქვათ ისინი საუბრობენ, არის რომ გარკვეულ კრიტიკას, ეს ნახევარსიმართლეები, რაც აღნიშნე, რომ გარკვეულ კრიტიკას აბსოლუტურად სწორად აჟღერებენ, ხო, მაგრამ ადრესატი შემდეგ მერე იმ კრიტიკის, თქვათ, არის აბსოლუტურად არასწორი, ხო? მაგალითად, თქვათ, ამბობენ, რომ ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ იქვე ამბობენ, რომ თქვათ, ამაში დამნაშავე არის საზოგადოებრივი სექტორი, არასამთავრობო სექტორი, თქვათ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანუ სახელმწიფოს როლი და თქვათ ბრალეულობა ამაში თითქოს არაფერი არ არის, ხო? აი ერთ-ერთი კიდე ფრაგმენტი, რაც ვასილ მაღლაფერიძემ განავითარა, მინდა რომ მოგასმენოთ. აქ მე მგონია უკვე რომ ჩვენ გვისმენდა, იმიტომ რომ ძირითადად განათლების სექტორის კომერციალიზებაზე საუბრობდა. რატო ხდება მაგალითად ასე ვიტყვი
საკუთარ ველში. და კარგია, მაგრამ ეს რამდენად იწვევს ხარისხობრივ ეს ხო დანახარჯებთანაც არის და რამდენად იწვევს იმ ხარისხობრივ იმას. მე ქვეყანაში აი ამაზე ვიკამათებდი მაგალითად მე და ხელისუფლებას მოთხოვდი რომ თუ საჯარო სკოლაა და კონსტიტუციით ვალდებული ეს საჯარო სკოლა უნდა იყოს გათვალებული. ეს თემა არის. სხვადასხვა საერთოდ ხო ამას და ეს ისე ხوار ხდება საჯარო სკოლებში ხშირ შემთხვევაში მე მეჩვენება ესე რომ სოციალური სტატუსის განსაზღვრელი გახდა. ეჩვენება რომ სოციალური სტატუსის განსაზღვრელი გახდა. ანუ გარკვეულწილად რაღაცა სეგრეგაციის საკითხზეც საუბრობს, ხო და სწორად ვსვავს თქვა იმ პრობლემას, ის რომ თვითონ განათლების სისტემა სხვა სექტორებთან ერთად კომერციალიზებული ხდება, უფრო ელიტური ხდება, მაგრამ როგორც ვთქვი, რომ ხო შემდეგ ადრესატი თქვა თვითონ ამ პრობლემის თან 14 წლის თავზე არის აბსოლუტურად სხვა, ხო? და კიდევ უამრავი რამ არის, რაც ვთქვათ, აი ამ რამდენიმე გადაცემიდან, სადაც ისინი ამ თავის პოდკასტში საუბრობდნენ, ამოვიდა, მაგრამ ერთი რაც ნამდვილად დავიჭირე, რომ ცალსახად ვთქვათ, მიყურადებული არიან და უსმენენ აქეთა მხრიდან, რას ვლაპარაკობთ ჩვენ, ხო? ამიტომ, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ მათ შორის ვთქვათ, აი, როდესაც ეს რეფორმა დაიწყეს, ხედავდით ხო რომ აი პროპაგანდისტული მედიები როგორ დაიქოქნენ და პირდაპირ თქვა გამოვიდნენ და აი ნინია კაკაბაძეს ეწერა მაგალითად რომ მხოლოდ გუშინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 51 ქარდი დაუთმო ირაკლი კობახიძის გამოსვლას. მხოლოდ ირაკლი კობახიძის გამოსვლას 51 ქარდი. ეს ხო ხა რაღაც მართლა ანომალია არის და უკვე რაღაცა ყველა ზღვარს გადასული არის. ის კი არა ამას გავლენა თუ აქვს ესეც კი არ ვიცი ხო იმიტომ რომ იმისთვის რომ რაღაცა გავლენა იქონიო მართლა ცოტა ხარისხიანად უნდა აწარმოო შენი საქმიანობა და ხა 51 ქარტს ერთ გამოსვლას რომ მიუძვნი იქ მე მგონი ძალიან ცხადი ხდება ყველაფერი და პრინციპში ეს ნიღაბი უკვე ჩამოხსნილი აქვს და ამიტომ პროპაგანდა არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი რომელიც განათლების სისტემაშიც ძალიან კვეთრად მუშაობს და მე მგონია რომ ამ პროპაგანდის თქვათ მოშლით და მისი დასუსტებით ჩვენ მოვახერხებთ რომ განათლების სისტემასაც თქვათ გარკვეული წინსვლას ამით ხელი შევუწყოთ. სულ ეს არის მე რაც პრინციპში მინდოდა რომ მეთქვა და დანარჩენი თქვათ თვითონ ფორუმზე ყველას 6 საათზე გელოდებით და ეხა გთხოვთ რომ თქვათ თქვენს თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ პროპაგანდა და განათლება როგორ მუშაობს პროპაგანდა განათლებაში მასწავლებლებთან მიმართებით უნივერსიტეტებთან მიმართებით ეხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ვერ უნდა კონდეს სათქმელი ამაზე რამდენი წელია ეს გუშინ დაწყებული თემა არ არის ხო ეხა რამდენი წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან იქმნება რაღაცა ეს მონსტრის ხატი ხო ეხა მე ბევრ ადამიანთან მაგალითად მისაუბრია ვისაც არანაირი კავშირი განათლების სფეროსთან არ აქვს და ისეთი რაღაცები უთქვამთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტო რომ საიდან მოდის ეს ან აბსოლუტურად წარმოუდგენელი არის მაგრამ ნუ მე ჩართავ რუსთავიორს ჩართავ იმედს და გაიგებ საიდანაც მოდის ხო ამიტომ მოკლედ ამაზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ და სხვა საკითხებზე თავით თუ სტუდენტები არიან მართლაც შეგვიძლიათ თავიანთი გამოცდილება გაგვიზიაროთ მანანა თქვენ ხო არ გვეტყოდით ამას არა კარგი სხვებს თუ გაქვთ სურვილი მოკლედ რაც პრაქტიკული მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ პროპაგანდის მაგალითად ერთი გურჩიანი სწავლის ანთროპოლოგიას ილიას უნივერსიტეტში და გამოქვეყნდა თავის დროზე მე მგონი ახალი რომელი წელი ხო არ მახსოვს მაგრამ იყო სურათი ლექტორის რომელიც ცოცხლზე ზის და სადღაც მიფრინავს და ანუ იყო ამბავი მოყოლილი ესეთ რომ ის ასწავლის ურჩხულების, კუდიანების და რაღაცა ხო, მოგწონთ და ხო, ეს მე მგონი უფრო მაგალითია, როცა პროპაგანდამ რაღაცა ვერ გათვალა. მე ვასწავლე კურსს ღმერთები, გმირები, ურჩხულები და ჟურნალისტმა დაამირეკა და მითხრა, რომ რას ქვია ღმერთები.
იმიტომ რომ ერთია და ასე შემდეგ და ნუ მე ველაპარაკე და ავუხსენი რომ სხვა მითოლოგიებს და ასე შემდეგ ვასწავლე, მაგრამ მან არ შეისმინა არაფერი და მე იყო კომიქსით დახატული, სადაც ჩვენი მაშინელი რექტორია ცენტრალური და მე გაჩეჩილი თმებით ვარ ამხედრებული ცოცხლზე და სტუდენტები ცოცხლებს ხედან და წარწერა აქვს. გინდა გახდე ჰარი პოტერი, ისწავლე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ეს იყო გაუთრელი შეცდომაც იყო, იმიტომ ეს იქცა ჩემი კურსის რეკლამად. იმიტომ ყველას ძალიანაც მოუნდა რომ ყოფილიყო ჰარი პოტერის მიმდევარი, იმიტომ იმ დროს აგორებული კამპანია ჰარი პოტერის წინააღმდეგაც ძალიან მალე ჩაყდა და ეს კურსი გახდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული კურსი, რომელსაც დღემდე ვასწავლი და პირველივე დღეს ამას ვაჩვენებ და სტუდენტებისთვის ეს არის დიდი ხალისის საფუძველი და რაღაც მომენტში კლუბიც გახსნეს, რაღაცა იყო ჰარი პოტერის კლუბი, ერქვა თუ ცოცხლიანების კლუბი იყო, რაღაცა ეგეთი იყო. ასე რომ არის ხოლმე შემთხვევები, როცა პროპაგანდასაც აერევა რაღაცები შეიძლება და ისე არ მიშოვებს როგორც უნდა. თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან გვაზიანებს ეს იმიჯი, ძალიან გვაზიანებს ასევე ის რომ რაღაცაერად თვითონ უნივერსიტეტებმა თქვენი კარგად ვერ მოიფიქრეს რა უნდა იყოს მათი ცენტრალური სათქმელი საზოგადოებისთვის და უფრო კონცენტრირებულები ვართ ხოლმე ვუხსნით რას აკეთებს მთელი ეს სისტემა ჩვენთვის და ნაკლებად ვლაპარაკობთ რას აკეთებს ჩვენ საზოგადოებისთვის და ამას ეს გადარჩა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი რომ ვაჩვენოთ რამდენად საჭიროები ვართ ჩვენ საზოგადოებისთვის და კიდე რისი გაკეთება შეგვიძლია უკეთესად. დავიწყე კენედის სიტყვა. რიკა, შენ ხობარ გინდა? ამე პროპაგანდისტული გვითხრა, ან ანტიპროპაგანდისტული? ანტიპროპაგანდისტულს ვიტყვი. ეს დავიჭირო? ისმის? ხო, კარგი. ბევრი თქვა ხო უკვე განათლების მიმართულებით პროპაგანდაზე და მე ზოგადად შევეხები მაშინ პროპაგანდის თემას, რისთვის კეთდება? რა გავაკეთო? ეხა ისმის? კარგი. ხო, მოკლედ რა არის პროპაგანდის საბოლოო გათვლა, ეს ფართო სურათი და რატომ არის მნიშვნელოვანი პროპაგანდისა ბრძოლა, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ წინა საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით, როცა საოცარი მართლა ეთიკურად მიუღებელი ეს რეკლამები, სარეკლამო ბანერები ქონდა ხელისუფლებას ყველა გაჩერებაზე გამოკრული, სადაც იყო შავ-თეთრად უკრაინის დანგრეული ქალაქები, სოფლები, სკოლები, გზები და ასე შემდეგ და გვერდზე აყვავებული საქართველო თითქოს ზუსტად იგივე რუსეთმა არ გააკეთა თავის დროზე მაგალითად აფხაზეთის ტერიტორიაზე და თითქოს ჩვენ იგივე გამოცდილება არ გვაქვს, ხო? და რატომღაც ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვეტეს რომ ამაზე ხმა არ ამოეღოთ და პროპაგანდაზე რეაქცია არ ქონოდათ. რაც ვფიქრობ, რომ არის ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ პროპაგანდის დაიგნორებით პროპაგანდას ვერ ებრძვი. პირიქით უნდა ქონდეს ვალიდური არგუმენტები პროპაგანდის წინააღმდეგ. რატომ არის პროპაგანდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი პოპულისტური, რა ვიცი, ავტორიტარული მმართველების ხელში? ну რა თქმა უნდა პირველი мотиваცია და ძირითადი мотиваცია ყოველთვის ცნობილი არის ძალაუფლების შენარჩუნება ყველა მეთოდით და რა თქმა უნდა რაც უფრო მეტ ადამიანს გამორეცხავ ტვინს ვით უფრო კარგად გაამყარებს შენს ძალაუფლებას მით უფრო მეტ თავის დროზე იტალიელი მარქსისტი სოციოლოგი იყო გრამში რომელმაც გამოიყენა ტერმინი იდეოლოგიური ჰეგემონია და ეს ტერმინი იდეოლოგიური ჰეგემონია ძალიან კარგად აღწერს თვითონ პროპაგანდის მექანიზმს და რა არის საბოლოო მიზანი ხო პროპაგანდის ანუ გრამში ამბობდა რომ მართვის ყველაზე ეფექტური გზა არის არა ფიზიკურად რეპრესიებით მართვა, ფიზიკური რეპრესიებით მართვა, არამედ ზუსტად ეს იდეოლოგიური ჰეგემონია, რომ თავს მოახვიო შენი იდეები და ისე შესთავაზო საზოგადოებაზე თავს მოახვიო შენი იდეები, რომ დაარწმუნო, რომ სინამდვილეში ეს მათი იდეებია, მათთვის სასიკეთოა, მათთვის სასარგებლოა და იბრძოლონ შენი იდეების დასაცავად, რომელიც საკუთარი გონიათ. ამით ინარჩუნებს სწორედ ძალაუფლება
ხელისუფლებას და ჩვენ ამის გადასარევი მაგალითი გვაქვს თუნდაც საბჭოთა პერიოდიდან, როცა ადამიანები ტანკის ქვეშ ვარდებოდნენ და იძახდნენ за родину за Сталина, ხო? ანუ გაიგივებული ჰქონდათ დიქტატორის და სამშობლოს ცნებები და დიქტატორისთვის ეწირებოდნენ, პროპაგანდისტული იდეოლოგიის და მესიჯის სიძლიერის წყალობით, ხო? რა არის მივიდე ბოლოს სათქმელამდე პროპაგანდის მიზანი და დღეს მე დისკურსის კრიტიკული ანალიზის სპეციალისტი ვარ, სტუდენტებსაც ვასწავლი დისკურსის კრიტიკულ ანალიზს. მნიშვნელოვანი მეთოდია იმისთვის, რომ გაშიფრო ძალაუფლება და манипуляცია საზოგადოებაში დისკურსის გზით, იმით თუ როგორ არის სტრატეგიულად გამოყენებული პოლიტიკური მედიის და პოპულარული დისკურსი და დისკურსის კრიტიკული ანალიზის ჯერ კიდევ თანამედროვე ფუძემდებელმა მამამ, ასე ვთქვათ, მიშელ ფუკომ ძალიან მნიშვნელოვანი სურათი დაგვიხატა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დღევანდელ ანალიტიკოსებს შევეხები, რომლებიც ძალიან ბევრს საუბრობენ დისკურსის კრიტიკული ანალიზ, ანუ უბრალოდ პროპაგანდის მოდი ასე ვიტყოდი, გამოყენებაზე თანამედროვე რეალობაში და ეგრეთ წოდებულ შიშის პოლიტიკაზე. აი რუთ ვოდაკის აქვს თანამედროვე ლანკასტერის უნივერსიტეტის თანამედროვე დისკურსის ანალიზის სკოლის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმოადგენელს მნიშვნელოვანი წიგნი დაწერილი The Politics of Fear ქვია, ანუ შიშის პოლიტიკა და სწორედ პოპულისტი მემარჯვენე ხო ხელისუფლებების აი ავტორიტარული მისწრაფებებით მექანიზმებზე საუბრობს. თუ როგორც ცდილობენ სხვებზე ხელის შეხოცვით და ყურადღების გადატანით საკუთარი, აი როცა თვითონ ვერ აგვარე პრობლემებს, შიდა ბევრი პრობლემა გაქვს, მაგრამ გინდა რომ მიაწერო ეს ვიღაცა განტევების ვაცები იპოვო და შეახოცო ხელი. და ასეთი განტევების ვაცი ძალიან ბევრია საზოგადოებაში, შიგნითაც და გარეთაც, ხო? მაგალითად გარეთაც საერთაშორისო ორგანიზაციები, გლობალური ომის პარტია, Deep State და ასე შემდეგ, ხო? შიგნით რა ვიცი, NGO-ები, რადიკალური ოპოზიცია, ეთნიკური უმცირესობები, რელიგიური უმცირესობები, განსაკუთრებით სექსუალური უმცირესობები, რომლებიც ებრძვიან ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, რომ შევინარჩუნოთ, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია. ანუ აი უამრავი განტევების ვაცის მოძებნა შეიძლება, განსაკუთრებით ამ ულტრამემარჯვენე პოპულისტური მთავრობების პირობებში. და ამ შიშის პოლიტიკის მიზანი საბოლოო ჯამში და სხვათა შორის რუთ ვოდაკი ამას განიხილავდა თვითონ ავსტრიელია, რომელიც ინგლისში მოღვაწეობდა, ავსტრიის და ინგლისის ხელისუფლებების მაგალითზე და შემდეგ უკვე ძალიან პოპულარული გახდა ამის კვლევები უნგრეთში, პოლონეთში და ისეთ ქვეყნებში, ჩვენაირ ქვეყნებში, სადაც სადაც ამ წუთას უნგრეთი და სლოვაკეთია გადასარევი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ავტორიტარებმა შექმნან ეგრეთ წოდებული ავტორიტარული რაღაცნაირი სკრიპტი, ხო, მთელი შეგიქმნან დაგიდონ სცენარი, რომელსაც მერე სხვა ავტორიტარები გამოიყენებენ და რა ვიცი, პირდაპირ მზა ის მოგცენ რეკომენდაციები, როგორ აწარმოო პროპაგანდა. და ბოლოს დავასრულებდი ისტრატკომის ანგარიშით, რომელიც ჯერ კიდევ 2019-20 წლებში, აი ესეთი ვებგვერდი აქვს ევროკავშირის საგამოძიებო ვებგვერდი, ქვია EU versus Disinfo, ძალიან საინტერესო ინფორმაცია დევს სხვათა შორის და ადრე რამდენიმე წლის წინ საქართველოს ინფორმაცია საერთოდ არ იძებნებოდა. აი სულ რაღაც ის იყო რა, რამდენიმე იმას ამოგიგდებდა. ეხლა საქართველოს ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ხშირად წარმოდგენილი მაგალითია, განსაკუთრებით 2022 წლის მარტიდან უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ სწორედ დაიწყო ჯერ ადგილობრივი ომის პარტიის დისკურსის გამოყენება და შემდეგ გლობალური ომის პარტიის დისკურსის გამოყენება და შემდეგ უკვე ევროკავშირზე ღია თავდასხმები, ხო? და რა ვიცი, ეს ამის წარმოჩენა ძირითად შიშის პოლიტიკაში სწორედ ამ საგარეო საფრთხეების წარმოჩენა.
სელექციურია ხო რუსეთი საერთოდ არ არის ამ ნარატივებში მოხსენებული პირიქით პრაგმატულ პოლიტიკას უაწუებით და აი მტრები არის ევროკავშირი ნატო და ასე შემდეგ ხო რა არის ამისი ძირითადი მიზანი აი ის სტრატკომის ანგარიშებში სამ ძირითად სტრატეგიაზე საუბარი და წარმოდგენილია სამი ძირითადი სტრატეგია ერთი პირველი შიშის დათესვა და ვიცით როგორ ხდება ამ შიშის დათესვა საზოგადოებაში ძალიან ბევრი თუნდაც ის პირველი რითიც დავიწყე ხო ეს წინა საარჩევნო პლაკატები რომ აი ერთადერთი მშვიდობის დამცველი პარტია ქართული ოცნება და აბა ომი ხო არ გვინდა ჩვენ და აი გვიცავს ქართული ოცნება სხვანაირად რუსეთი თავზე დაგვესმებოდა მეორე სასოწარკვეთილების გამოწვევა ანუ ძირითადი სტრატეგია რომელიც ბოლო პერიოდში არის იდენტიფიცირებული განსაკუთრებით დასავლელი მკვლევრების მიერ არის აი რბილი ძალის მახვილი ძალით ჩანაცვლება. რა განსხვავება რბილ ძალასა და ძალიან გამიგძელდა ხო საუბარი? არა? რა განსხვავება რბილ ძალასა და მახვილ ძალას შორის და რუსეთის მაგალითზე შეიძლება საოცრად კარგად ამის აღწერა. რბილი ძალა რუსეთის იყო რომ ესეთი პოლიტიკა ჰქონდა რომ to win hearts and minds ხო აი მაქსიმალურად დაეხატა თავისი თავი როგორც რაღაცა დიადი რუსული კულტურა, რუსული ბალეტი, პუშკინი და ასე შემდეგ და აი ეს რუსული ცენტრები რო გაიხსნა რუსკი მირის ხო? და რუსეთის როგორც რაღაც საუბიმზიდველ ქვეყნა წარმოჩენა. მაგრამ უკრაინაზე ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი მიხვდა რომ ეს სტრატეგია აღარ ჭრიდა და ამიტომ ნელ-ნელა დაიწყო ამ რბილი ძალის ტაქტიკის ჩანაცვლება მახვილი ძალით sharp power ქვია და 2017 წელს გაჩნდა ეს პირველი კვლევები რუსეთის მახვილ ძალასთან დაკავშირებით როცა უკვე რუსეთის მიზანი აღარ არის რომ აჩვენოს რამდენად კარგია იმიტომ რომ იცის რომ ეს არ გამოუვა მაგრამ მისი ეს შიშის პოლიტიკა მიმართული არის ისევ დასავლურ სამყაროზე და იმის ჩვენებას რომ მე კი არ ვარ კარგი მაგრამ აბა შეხედეთ თქვენს მთავრობებს შეხედეთ თქვენს პოლიტიკას ის კარგია, ანუ დემოკრატია, ფიქცია, რეალურად არსად არ მუშაობს და თქვენი მთავრობები გატყობდნენ შიგნიდან დეზინტეგრაციის და დეზორიენტაციის გამოწვევა საზოგადოებებში, რაც უმრავლეს შემთხვევაში პოლარიზაციით მთავრდება. და დღეს ვხედავთ, რომ საზოგადოებების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მით უმეტეს ჩვენს რეგიონში, გულისხმობ ახლა აღმოსავლეთ სამხრეთ ევროპას და არა მარტო აი ამერიკაში მაგალითად ბოლო კვლევები განსაკუთრებით ტრამპიდან მოყოლებული სულ აფექტურ პოლარიზაციაზეა ხაზგასმა, როგორი პირდაპირი ეფექტია ამ მახვილი ძალის. და ამ დეზორიენტაციის და პოლარიზაციის გზით სწორედ სასოწარკვეთის და იმედგაცრუების და ნიჰილიზმის შეტანა საზოგადოებებში. და ბოლო რაც მთავარია და მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის საფუძველზე ხსნის შემოთავაზება, რომ რაშია გამოსავალი. გამოსავალი არის ავიდოთ ომი, კონდეს მშვიდობა, არ გავაღაზიანოთ რუსეთი და საერთოდ ყველაფერი კარგად იქნება, ხო? და ფაქტობრივად ომი მშვიდობად არის წარმოჩენილი და მშვიდობა ომად. ანუ აი როგორც სიკომ თქვა რომ უკუღმა არის ყველაფერი წარმოჩენილი ეს და პროპაგანდის რო არ გავაგრძელო ძალიან, იმიტომ რომ მე მგონი ძალიან ბევრი მომივიდა, გუშინდელ ნიმუშს მოვიყვან იმედზე როცა მოტანილი იყო უნგრეთის აი ეს მარშიდან ფოტოები და ჩვენ ვიცით რა მოხდა უნგრეთში, რომ იყო რუსეთის ოკუპაციის სწორედ საპირისპირო აი განწყობებით, ინსტრუმენტალიზაციამ განწყობების, როგორც სადა ორბანმაც და მაგიარმაც, ხო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ და ვიცით რომ დღევანდელი გამოკვლევებით, სულ ბოლო გამოკითხვებით, მაგიარის ლიდერობს 53%-ით ორბანის 39%-ის საპირისპიროდ. მოკლედ იმედს ედო ფოტოები ამ აქციიდან, ნუ რა თქმა უნდა ღმერთმა იცის როგორ შეურია მაგიარის და ორბანის მხარდამჭერების აქციები, როგორ გაზარდა ადამიანების რაოდენობა და ზემოთ იყო წარწერა, რომ ორბანის მხარდამჭერი რუსეთის საწინააღმდეგო კი არა, ორბანის მხარდამჭერი აქცია უნგრეთში. ხო? გადასარევი იყო და ტრამპმაც იგივე გააკეთა, მინდა ვთქვა, ამიტომ ავტორიტარები დიდწილად თუ მეტწილად სოფლიოში ერთნაირი სტრატეგიებით ხელმძღვანელობენ, ხო? პოპულისტი, ავტორიტარული ხელისუფლებები ერთნაირ სტრატეგიებს იყენებენ და რა თქმა უნდა პროპაგანდა, ადამიანების გონების მართვა და იდეოლოგიური ჰეგემონია არის მათი მთავარი სტრატეგია და გავიმეორებ, რომ ამ სტრატეგიის დაიგნორება მარცხის ტოლფასია. ამ სტრატეგიას სჭირდება
კონტრსტრატეგიით დაპირისპირება და პროპაგანდის, რა თქმა უნდა, ანტიპროპაგანდით ხო დამარცხება. მოდი ასე ვიტყოთ. მადლობა ყურადღებისთვის. აბა გიორგის მეგობრი იყო ძირითადად რაღაცა სულ ორ სიტყვას დავამატე. კი, აი რაღაცნაირად ამ ხაზს გავაგზავნებ, რაზეც იყო ბოლოს ლაპარაკი. პირველი, აი ეს საკითხები, საინფორმაციო ომი, პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ასე შემდეგ, ამ საკითხების მიმართ ინტერესი ძირითადად ჩნდება 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, როდესაც გაჩნდა ეს ცნობილი კონცეფცია რუსული ჰიბრიდული ომის თაობაზე. მანამდე ჰიბრიდულ ომზე წიგნებს დასავლეთში წერდნენ, თუმცა საკუთარ ოპერატიულ, ესე ვთქვათ, მოძღვრებაზე წერდნენ ძირითადად ამ წიგნებს და მე უცებ აღმოაჩინეს, რომ რუსებმა რაღაცა საკუთარი ხელწერა შექმნეს ამ ტიპის მოქმედებების ომის, თუმცა როდესაც 14 წელს დაიწყეს ამ ყველაფრის კვლევა, აღმოაჩინეს მათ შორის ისიც, რომ ამ ყველაფერს აქვს რუსულ სტრატეგიულ აზროვნებაში ხანგრძლივი ტრადიცია დაწყებული მეფის რუსეთიდან, მერე უკვე საბჭოთა კავშირი, დროს ხდება შემდგომი კონცეპტუალიზაცია ამბის და საბოლოო ჯამში ეგ სხვა არაფერია თუ არა ის, რომ კი მოშლილია ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის და ეს შესაძლებელია იმ ვითარებაში, როდესაც ფაქტიურად მშვიდობიანობის დროს შენ შეგიძლია იმ ტიპის მოქმედებები გამოიყენო შენი მოწინააღმდეგის ამ შემთხვევაში კოგნიტური უნარების შესაცვლელად, რომელსაც მხოლოდ ომის დროს შეიძლება იყენებდნენ დემოკრატიები. და რატო ეხა ეგ მნიშვნელოვანია? ჩვენ რაზეც ვილაპარაკეთ, პროპაგანდა კიდე კეთილ თვისებიანი სიტყვა ამ იერარქიაში და არსებობს კიდე დეზინფორმაცია, მისინფორმაცია და ძირითადად დეზინფორმაციის მაგალითები მოყავდა ჩვენ. ეხლა რატო ვყვები ამ ყველაფერს და განათლებასთან კავშირში ჩემთვის რატომ არის მათ შორის ეს მნიშვნელოვანი? როგორც კი გაჩნდა ეს აკადემიური ინტერესი ამ მოქმედებების მიმართ, რუსების ამ მოქმედებების მიმართ, იმ წუთასვე გაჩნდა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მედეგობის, ამ ყველაფრის წინააღმდეგ მოქმედების ინსტრუმენტები, როგორც ცოდნის თვალსაზრისით, ისე აი მექანიზმები, მაგალითად სტატკომი ახსენეს, ხო, ძალიან ბევრ ქვეყანაში შეიქმნა ამ ტიპის ორგანიზაციები, ხო და წამოვიდნენ და აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოდელი აი ესეთი რუსეთის, ესე იგი, მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ აღმოაჩნდათ ფინელებს და რა აღმოჩნდა ფინელების შემთხვევაში ეს ყველაზე რამ განაპირობა ეს მედეგობა კრიტიკულმა აზროვნებამ და ფინურმა სკოლამ, ამ კრიტიკულმა აზროვნებამ, რომელიც სკოლაშივეა ინტეგრირებული ფინეთში. ეხლა ჩვენ შემთხვევაში ეს განათლების დეფორმა სწორედ მთელი აი ამ რაღაცა კორპუსის კრიტიკული აზროვნების სფეროში რაც კი იქნებოდა, მათ შორის ილიას უნივერსიტეტი მოწინავე ეს იყო ინსტიტუტი იყო ამ მიმართულებით, ამის წინააღმდეგ მოქმედებაა, რომ შემდეგ კიდევ უფრო გაუადვილდეთ, რა თქმა უნდა, ეს მოქმედებები და ეს მედია წიგნიერება და ასე შემდეგ არის ის ამბები, რომელზეც აი 14 წლის შემდეგ, განსაკუთრებით როგორც გითხარით, დიდ ყურადღებას აქცევდნენ ჩვენი პარტნიორები და ანუ ჩვენ ეხლა აი უბრალოდ რომ გავიაზროთ, ხო ხანდახან გვაღიზიანებს ხოლმე ჩვენი მეზობლებიც, ტროლებიც, რომელსაც ჩვენ Facebook მეგობრებში ვიპოვით ხოლმე და განსაკუთრებით იმ დროს, როცა ვიცით, რომ რეალური ადამიანი აქვს წინს ხოლმე, რომ აი ეგეთ რაღაცას როგორ უნდა წერდესო, მაგრამ აი რომ წარმოვიდგინოთ ვითარება, ჩვენ ვართ ერთადერთი საზოგადოება დღეს, რომელიც აი ამ დიდ ჰიბრიდულ ომს თუ რაღაცა განგზობით ოპერაციას, რომელიც ბევრად ადრე დაიწყო რუსეთმა კიდევ ვიდრე თუნდაც 2014 წელია, ყველა ქვეყანაში, არ ვიცი, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეზე, იგივე მოლდოვაში და სხვაგანაც და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, იქ საზოგადოებები და მთავრობები ერთად უპირისპირდებიან ამას და უნივერსიტეტები, აკადემიური სივრცე, რაღაცა ანალიტიკური ორგანიზაციები ერთ მხარეს დგანან და ცდილობენ, რომ აი ამ რაღაცა წინაღობის მექანიზმები შექმნან ამ ძალიან მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ და ჩვენ ვართ ერთადერთი საზოგადოება მთელ ამ სივრცეში, რომელიც უმცირესობაში ვართ ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება აღმოჩნდა მოწინააღმდეგის მხარეს ამ შემთხვევაში და ეგ ძალიან დიდ ჰანდიკაპს, ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს ჩვენს მტერს და როდესაც აი განვიკითხავთ ხოლმე ჩვენ მეგობრებს თუ მეზობლებს, ეგაც უნდა გვესმოდეს, რომ წალეკა ამ ინფორმაციამ ეს ადამიანები და ყველა ფილტრი, რომელიც მანამდე არსებობდა, აი ამ განათლების რეფორმის ფარგლებში ახლა ამას კიდევ შემდგომ ჩამოიცილებს ხელისუფლება. ეგ მინდოდა მეთქვა სიკო.
მადლობა. ვინმე სხვა არ უნდა კიდევ თქვა. ხო, ოღონდ დასაწყისში ერთ-ერთი იმას ვიტყვი, რომ რასაც გიორგი ლაპარაკობდა, ამის ძალიან კარგი ნიმუში არსებობს საქართველოს ფარგლებშიც. აი მაგალითად როგორ გამოიყენებოდა განათლების შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია თავისთავად განათლების სისტემის პოლიტიკის წინააღმდეგ. მაგალითად ერთიანი ეროვნული გამოცდები რომ ინერგებოდა, შეიძლება გახსოვთ ეგეთი ამბავი არსებობდა, რომ თურმე არსებობს ტესტის კითხვა ზოგად უნარებში, სადაც ეკითხებიან აბიტურიენტებს უნდა დაუთმოს თუ არა ადგილი ახალგაზრდამ ავტობუსში ფეხმძიმე ქალს. და სწორი პასუხი თითქოს იყო, რომ არა, არ უნდა დაუთმოს, იმიტომ რომ მას ბილეთი აქვს ნაყიდი. და ესეთი კითხვა უბრალოდ არ არსებობდა, რა თქმა უნდა, ამ ტესტებში, მაგრამ ჭორი იმის შესახებ, რომ ესეთი კითხვა არსებობს, იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ რა ვიცი, 4 წელი დაჭირდა იმას, რომ მე გამეგო, საიდან მოდიოდა თავისთავად ეს ჭორი. 4 წლის განმავლობაში, აი, ეუბნებით, რომ აი, ნახეთ ტესტი, თქვენთან დარწმუნდებით, რომ მსგავსი არაფერი არ არსებობს და ასე შემდეგ. მაგრამ 2007 წელს ნოემბერში, როცა იყო აქ გამოსვლები, რაც მოყვა მე 7 ნოემბრის დარბევა, სწორედ აი მაგ დროს აქ არის ჩამოსული ჟურნალისტი კომსომოლსკაია პრავდიდან და დადის ესე იგი ოჯახებში და კითხულობს რითი არიან უკმაყოფილოები. და ნუ ერთ-ერთი პასუხი მიიღო, ეხა გარდაცვლილი, მაგრამ მაშინ ძალიან პატივსაცემი მეცნიერისგან, ისე ეუბნება, რომ აი რაღაცა სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობს, რომ ესე იგი ასეთ მობრიცოს ტრადიციული ღირებულებები და ამის მაგალითად მოყავს ეს სატესტო დავალება. რომ წარმოიდგინოთ, ეს რაღაცებს ეკითხებიან ახალგაზრდებს, ეს ხო ნიშნავს იმას, რომ ესე იგი სიამდვილეში უნდათ რომ შეუცვალონ ღირებულებები. და საინტერესო იყო ჟურნალისტის პასუხი, რომ რა საინტერესო არისო, კაცო, 10 წლის წინო ესო მეო ბალტიისპირეთში მაქვს იგივე კითხვა ნანახი იქაურ გამოცდებში, როცა იქ რო ინერგებოდა გამოცდები. რაც იმას გვაჩვენებს, რომ რაღაც საერთო წყაროც აქვს. მაგრამ გვაჩვენებს კიდე მეორე რაღაცას, რაც შეიძლება ასევე მნიშვნელოვანი იყოს გასააზრებლად. არის ესეთი იყო, არ ვიცი ცოცხალია თუ არა, ალბერტო ბრანდოლინი არის ესეთი იტალიელი პროგრამისტი, რომელმაც შეიმუშავა ასეთი თეზისი, რომ სისულელის წინააღმდეგ ან ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ მტკიცება ბევრად უფრო მეტ ენერგიას გულისხმობს, ვიდრე ამ სისულელის შექმნა. ანუ იქ BS-ი არის რა, bullshit ლოკვია. და მართლაც ესე არის, ხო? ანუ მე შეიძლება ვთქვა, რომ სინამდვილეში ამ უნივერსიტეტს მართავენ უცხოპლანეტელები და თქვენ ბევრად მეტი ენერგია დაგჭირდებათ იმის დასამტკიცებლად, რომ ესე არ არის და ეს არ არის ჭეშმარიტება და ამას იყენებენ ძალიან ხშირად ჩვენ წინააღმდეგ. ანუ ჩვენ სანამ ვიწყებთ იმის მტკიცებას, რომ სინამდვილეში ეს მშვიდობა კი არ არის და რაღაცა მე სრულიად სხვა პრობლემასთან გვიწევს მე გამკლავება, მე ვიწყებთ იმის მტკიცებას, რომ რაღაცა ჩვენ არ ვართ უცხო ქვეყნის აგენტები, მე ვიწყებთ იმის მტკიცებას, რომ სინამდვილეში ჩვენ გვიყვარს სამშობლო და მე ვიწყებთ იმის მტკიცებას, რომ არა სინამდვილეში ჩვენ სხვადასხვა რეიტინგებით გვაქვს მეცნიერება და ვიცით რას ნიშნავს სწავლება და მე ვიწყებთ სხვა რაღაცების მტკიცებას და ანუ ისინი სამაგიეროდ ესე ისვრიან, ხო, რაღაც აი ამ თეზისებს, რომლის რა ვიცი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც არ არის მარტივი. ოკა, თუ შეიძლება და მე დავასრულოთ. აი, რამდენი საინტერესო ხაზი გამოიკვეთა, იმიტომ რომ ეს არაფერი ახალი არ არის. დიდი ხანია მოდის, ძალიან კარგად ბრძანა გიორგიმ. ჯერ კიდევ ცარისტული იმპერიიდან, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ევროპული უნივერსიტეტები იყო მე ცუდა თუ კარგად რუსეთში და ჩვენმა დაუშვათ ერთდალეულებმა და ბოლშევიკებამდელმა თაობამ ზუსტად მაინც ამ ევროპული ნაკადის და სარკველი რო ღია იყო, ისეთ უნივერსიტეტებში ისწავლეს. ნუ ეს იცვლება უკვე ბოლშევიკების მერე, იკეტება ყველაფერი. მათი ესეთი ხაზი, აი, შეგვიძლია ვნახოთ კიდევ ერთი დამატებითი
ასე ვთქვათ, ლოგიკა და მტკიცებულება, რომ ეს რეჟიმი არის რუსი. იმიტომ რომ რუსეთს აქვს ესეთი, ესე იგი, პროპაგანდაში, ხო, რომ ასე ქონდა. არსებითად ერთა იგივეა, რომ დასავლეთში ჩვენ კარგი ვართ. ეს იყო ერთადაც ცარისტულ პერიოდში, ამან ევოლუცია განიცადა, ჩაიკეტა საზღვრები ბოლშევიკების პერიოდში და ხალხი რადგანაც ვერ გადიოდა, ეს კიდევ უფრო მომძლავრდა. საბჭოთა იმპერიის დაშლის მერე კი ახლა ცხადია ხო რომ დასავლეთს უკვე ვერ ეტოლები, ვერც სოციალურად, ვერც ეკონომიკურად, ამიტომ ეს აშკარა ტყუილი, იმიტომ რომ საზღვრები გაიხსნა რუსების და საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში მისვლა-მოსვლა გაცხოველდა და აშკარა იყო ხო 10-15 წლის განმავლობაში იცხოვრა ხალხმა იმ დასავლეთშიც დახა როგორია ცხოვრება და ახლა დაბრუნებულზე უცებ ტვინის გამორიცხვა არ გამოდის ხო? ამიტომ შეიცვალა უბრალოდ ფორმები არსი იგივე დარჩა რომ კი ჩვენ არა ვართ კარგები, ანუ უკეთესად, მაგრამ ისინი ჩვენზე უარესები არიან. აი ეს შეიცვალა და იგივე ნარატივებს აქაც ვხედავთ, რომ მაგრამ ეს ამბები როგორც კარგად აღინიშნა, ხდება წარმატებული იქ, იმიტომ რომ სახელმწიფო რესურსები და იგივე ჩვენი გადასახადები, ჩვენი ფული, აი ამ ამბებში, ანუ ჩვენ საოკუპაციო საშუალებებს რუსეთი საქართველოსშივე აკეთებს, იმიტომ რომ ბიზნესში, პოლიტიკაში, მედიაში, ყველგან აი ამ ნომენკლატურას ვეძახი მე ამათ, იმიტომ რომ ამათი შვილები, მამები, ბაბუები და იგივე ხალხი იყო გუშინ რაიკომის თავმჯდომარე იყო დღეს პრემიერ-მინისტრია და ასე შემდეგ და ისე ვერ დაიგივე წრეტრიალებს, ესენი ყველა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ყველა სფეროში, სპორტი, რომელიც გინდა, ყველა უმეტესობა ესენი ზევით დასხედან ამ სფეროებს და ის რესურსები, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ რეჟიმი შენარჩუნდეს, სისტემა შენარჩუნდეს, ხო? რომ ვიღაცას მარტო ქართული ოცნება გონია ეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი და ქართული ოცნება ეს არ არის, მხოლოდ ეს არის საოკუპაციო რეჟიმი ქართული ოცნების თამადობით და ავრცელებენ აი ამას და რუსეთს სადაც თავისი ფილიალები ყავს, ხო, ასე ვთქვა, თავისი კრემლს სადაც ტროლები ყავს, ხო, ფილმმა ჟურნალისტმა არომ ძალიან კარგი წიგნი იქ პრები არიან, მაგრამ თუ ხო პროპორციას იმ რესურსებისა, რაც იდება ხალხის ცნობიერებაზე, ზემოქმედებისათვის, მაინც არ არის ის შედეგი, რაც მათ უნდათ. იმიტომ რომ ის წინააღმდეგ ესე იგი ბოლო ხანებში წამოვიდა ხო განსაკუთრებით ეს 2014-დან, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს შემთხვევითი არა, იმიტომ რომ მთელი ჯარით იქ დაკავდა, ხელი დაება სამხედრო თვალსაზრისით ამ და იგივე ხდება ინფორმაცია სპეცსამსახურებით რუს ანაში სადაც თავრობა დაყავს სათავისო, იქ ყველგან ცხვირპირი წაიტეხა მან. კი ეხლა ჩვენზე ძლიერები რა თქმა უნდა დიდი სახელმწიფო და არიან, მაგრამ წარუმატებლობას განაპირობებს თუ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა არის და სისტემაა ხო, ხალხი და მთავრობა ერთადგანან, იქ დიდი წინააღმდეგობები აქვს. იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნები ავიღო და არა მარტო იმიტომ რომ ნატოს წევრები არიან, პატარა ჩვენსავით ქვეყნები არიან ისინიც, მაგრამ გამოსავალი სკანდინავიურ ევროპული სტილის აი ფინეთის მაგალითი იქნა ნახსენები, დანიის მაგალითიც ზუსტადად სკოლით არის ასე ვთქვათ გადარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ აი მთელი სკოლა ხათ პიროვნების ჩამოყალიბების პირველი ეტაპია, ხო, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი ეტაპი და მედეგები, ზუსტად 2014 წლის მერე იქაც გავრცელდა ეს დანიაშიც, ფინეთშიც, სხვა სკოლებშიც, ეს პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ფინეთში მიუხედავად ამისა, მაინც დიდი გავლენები ჰქონდა ყოველ შემთხვევაში რუსეთს, ხო, მთავრობის დონეზეც, მედიების დონეზეც, არასამთავრობის დონეზეც, ანუ თავისი ტროლები ეგრეთ წოდებული იყვნენ და მათ მერე ვხედავთ აი უკრაინის ომში იღებენ მონაწილეობას, ყირიმის ანექსიას ამართლებენ და ასე შემდეგ. ეს ანუ ფაქტიურად საზოგადოების გაძლიერება მედეგობის მხრივ ევროპული სტრატეგია არის, სხვადასხვა სტრატეგია ამასთან დაკავშირებით, ბრიტანეთს მაგალითად, ბრიტანეთი ცალკე სახელმწიფოა და მას უფრო კი მიღებული აქვს ეს სამართლებრივი ისინი აქტებიც ამის წინააღმდეგ, მაგრამ უფრო სისხლის სამართლებრივ დანაშაულად აღიარებს დეზინფორმაციას, ხო? მაშინ როცა ევროპაში არ არის ასე მკაცრად საქმე, რატომ? იმიტომ რომ ევროპა მაინც უფრო გლობალური ევროკავშირი გლობალური წარმონაქმნია და იქ ურჩევნია ასეთ სტრატეგია მაინც რომ სისხლის სამართლებრივად კი არ ჩავახშოთ, არამედ მოდის საზოგადოება გავაძლიეროთ იმისთვის, რომ თვითონ საზოგადოება იყოს უფრო მედეგი აი ამ რუსული საცეცების და პროპაგანდის წინააღმდეგ და სავარაუდოდ
ჩვენთვის ორივე შეიძლება იქნეს გამოყენებული, როცა სახელმწიფოს დავიბრუნებთ რაღაცა იმისათვის, რომ რაღაცა სისხლის სამართლებრივი ცოტა უფრო რეპრესიულიც არის, მაგრამ ეს რაღაცა პარტნიორებთან თანამშრომლობით შეიძლება ნაზავი გავაკეთოთ. ბრიტანელებს კიდევ მეორე კარგი საინტერესო ამბავი აქვს, აქ იქნა რომ შევეწინააღმდეგოთო ამათ, ესე იგი პროპაგანდას. თვითონ ამათ ეს იმდენად ხანძლივი, ასე ვთქვათ, არსენალი აქვს ამაში, რომ მით უმეტეს საქართველოსნაირ პატარა მცირე რესურსების ქვეყანას ეს შეიძლება გაუჭირდეს აი ამდენი მოცემულობის მერე, მძიმე მოცემულობის მერე, მაგრამ პარტნიორებთან ერთად შეიძლება კი მათ ველზე კი არ უნდა იბრძოლო. იქ შენ წინასწარ დამარცხებული ხარ უკვე მით უმეტეს საქართველოსნაირი ქვეყანა. არამედ ბრიტანელებმა მაგალითად სხვა სტრატეგია დაუპირისპირეს. ალტერნატიულ ნარატივებს ქმნიან, ხო? არა უსაქმრობებს კი არ აგრძელებენ, ასე ვთქვათ, ამათ ესენი, ამათ ყველაზე კარგი სახელმწიფო შეიძლება ქონოდათ და რა ვიცი, ამათი კარგად ყოფნა არის, ხვისი ცუდად ყოფნა და ესენის ამათი ფილიალი არიან. კრემლის ფილიალი და არამედ ალტერნატიული, იმიტომ რაშიც ისინი ვერ გაჯობებენ, იმიტომ რომ ისე მიმართულება არაა მათი, ხო? და ბრიტანელებს კარგი შექსპირის დრამატურგია ეხმარება ამ ხრივ ცოტა უფრო პოლიტიზირებულად, ჩვენც არ გვაქვს ცუდად საქმე ამ მიმართულებით, ნიჭიერი ხალხი ვართ და შეგვიძლია ჩვენი მიმართულებები გავაძლიეროთ, ზუსტად ეს და ის იქნება ალტერნატიული კურსი. მადლობა. მადლობა, დიდი მადლობა. ესე იგი, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, როგორც ოთარ სწორად თქვა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ესე იგი მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დღეს იწყებს პროპაგანდის წინააღმდეგ კვირეულს, 6 საათზე იქნება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შეხვედრა ამ საკითხებთან დაკავშირებით, იქნება წარმოდგენილი კვლევა და შემდეგ უკვე სახალხო მოამბის ჩვენება, როგორც რუსთაველზე, მერე ისე სხვაგანაც. დიდი მადლობა, შევხვდებით შემდეგ სამშაბათს.